სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის წევრები დღეს ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობაზე იყო საუბარი, როგორც სახალხო მოძრაობის წევრები აცხადებენ, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მხოლოდ მეზობელ ქვეყანასთან დიალოგის დაწყებითა და ურთიერთობების აღდგენით არის შესაძლებელი. თემას გვანცა დოლუაშვილი აგრძელებს. სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის საკუთარი მიზნების და გეგმების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად აწვდის და თანამოაზრეთა შემოკრებას ცდილობს. ამ მიზნით მოძრაობის წევრები დღეს ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთის მოსახლეობას შეხვდნენ და კონფლიქტის პირას სოფელში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. როგორც სახალხო მოძრაობის წევრები აცხადებენ, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება და შექმნილი ვითარების გაუმჯობესება მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებით არის შესაძლებელი. დღეს აქ კონფლიქტის ზონაში სოფელ ბერშუეთში სიმბოლურია რომ ვატარებთ ჩვენი ორგანიზაციის სახალხო მოძრაობის ქართულ-რუსული ურთიერთობების და ურთიერთობისთვის და დიალოგისთვის პრეზენტაციას. აქ ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი აი ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, იმიტომ რომ აქ იყო ასე ვთქვათ ჯანსაღი აზრის ზეიმი, იმიტომ რომ უშუალოდ თითეული დამსწრე ადამიანი აფიქსირებდა თავის გამოკვეთილ აზრს, რომ მათი უამრავი პრობლემა, რაც სხვადასხვა სოფლებში გააჩნიათ, არის გადაბმული ჯაჭვურ რეაქციაში აი რუსეთთან ურთიერთობების არევით და ისინი დაჟინებით ითხოვენ, რომ ქართული ოცნების პირველი და უმთავრესი დაპირება, რომ დაალაგდებოდა რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები იყოს სასწრაფოდ შესრულებული. შეხვედრას ძირითადად ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უალტერნატივო გზად ესახებათ. ისინი საკუთარ ყოფით პრობლემებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ამ პრობლემების მოგვარებისთვის მეზობელ ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია. ჩვენ გვინდა რუსეთი. დღესაც და მე 1000%-იანი დარწმუნებული ვარ და ისე რომ ჩვენ გვინდა რუსეთი. არ გვაინტერესებს არც ევროპა რა. 70% ხო იცახია რომ ვითომ ევროპა უნდა. 70% უნდა რუსეთი. არა ევროპა. რატო არ იგებენ ამას პირგავ? ახლა მოდიან ჩამაყალიბებენ რაღაცას გაწევენ წავლენ. შეპირებაც იყო გაჩედა. შეშას მოგიტან, წყალს მოგიტან, გაზს მოგიყვან. არც გაზი, არც წყალი არაფერი არა. აი როგორ უნდა ვიარწებოთ ჩვენა ვერ ვიგებ. წყალი არა გვაქვს. წყალი დაბურგეს, გაუყანეს დევნილებსა. და ჩვენ კიდე ბაკი დაგვიდგეს, რომელიც ჯერ არც აფუნქციონირებს. პრობლემები ბევრი გვაქვს, სარწყავი წყალი არ არის. ტრაქტორი არა გვაქვს რომ მოვხნათ. გაჭირებულები ვართ. მოემედი იმიტომ რომ გამეხარდა ეს ახალგაზრდა ორგანიზაციები ჩამოყალიბდა. მივესალმებ იმას რომ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა, გქონდეს საშუალება რომ მე მოხუცებული კაცი ვარ და მახსოვს მეორე სამშობლოს მიმართა რუსეთი. რატო არ უნდა ვიყოთ კარგად? დიდ პოლიტიკოსებს ახლა დიდი შეცდომებით დაალაგონ ურთიერთობა. შეგვეძლოთ მივიდეთ და მოვიდნენ ურთიერთობა. რატომ შეიძლება? არ შეიძლება მის გაკეთება? კონფლიქტის პირას სოფლებში მცხოვრებელ მოსახლეობას მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას სახალხო მოძრაობის წევრები დაპირდნენ და უთხრეს, რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების შესახებ ისინი ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებას მიაწვდიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ. კონკრეტული ყველა ვინც სათითაოდ ყველა ადამიანს მოусმინე და ყველა ადამიანის გასაჭირი ჩავიწერე. ერთი ესაა, რომ ჩვენ არა ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ჩვენ არ გვაქვს ეს სახსრები და რაღაცა მარაგები, რომ ახლავე დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. მაგრამ ჩვენი საქმე არის ის პირველი, რომ ხელისუფლებას ვაცნობოთ ეს და უშუალოდ მივატანინოთ გულთან ამ ხალხის გასაჭირი. მეორე არის ის, რომ ჩვენ გარკვეული არხებით ვეცდებით, რომ მათ დავეხმაროთ, ასე ვთქვათ, არა სამთავრობო ხაზითაც. შეხვედრას ესწრებოდა კონფლიქტოლოგი ლელა ქართველიშვილი. როგორც მან აღნიშნა, უმჯობესი იყო ადგილობრივებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვებზე ესაუბრათ. ქართველიშვილი სამოქალაქო სექტორის გააქტიურებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ სახალხო მოძრაობის შექმნა ამ კუთხით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. This თემა იყო საინტერესო სასაზღვრე სოფელში, სადაც მართუხლართები გადის, გვემსჯელა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, როგორ ხედავს ადგილობრივი მოსახლეობა
აი ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა ადგილზე მოგვესმინა. რა ვიცი, ალბათ მომავალში იქნება, რადგან პირველი შეხვედრა იყო და პირველ რიგში ხალხმა დააყენა მათი ყოფითი პრობლემა, სოციალური პრობლემა და მით უმეტეს ზამთარია, გათბობა არ აქვთ, გაზი არ აქვთ, შუქი არ აქვთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს მოდის წინა პლანზე, მაგრამ თუ დიალოგი გაგრძელდება, უფრო მნიშვნელოვანი იქნება დიალოგი იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული. სახალხო მოძრაობას, რომელიც რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის მომხრეა, ამ დროისთვის 15,000-მდე წევრი ჰყავს. აღნიშნული მოძრაობა ევრაზიის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მას მხარს ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირიც უჭერს.